მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ რა ელოდება 2026 წელს ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. მოდით ვნახოთ აბა რა ელოდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს 2026 წელს. ნახოთ პირველ რიგში ტყუპებისთვის წამყვანი არკანი 2026 წელს ფინანსების არკანი და პირადი სასიყვარულო ურთიერთობების არკანი. წამყვანი არკანი გახლავთ ხმლების რაინდი და ნახეთ აქ თქვენს რეალობაში მოდის რაღაც ახალი ინფორმაციები, მეტი სიმკაცრე მოდის როგორც სამყაროსგან ასევე თქვენი მხრიდან და რას ნიშნავს ახლა ეს? პირველ რიგში თქვენ ძვირფასო ტყუპების წარმომადგენლებო მოგიწევთ და ისწავლით კიდევაც უფრო მკაცრად, უფრო მეტად საკუთარი პირადი სივრცის დაცვას და პლუს ამასთან ერთად სამყაროც უფრო კარგად დაგაკვირდებათ, უფრო მკვეთრად დააკვირდება თქვენს ქმედებებს, რამდენად გულწრფელნი ხართ, რამდენად მართალი ხართ. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციები მოდის და იცით ამის წინ გავშალე თუ სწორად მახსოვს ხო მგონი ვერძებზე და იქაც იყო ამოსული ხმლების რაინდი, მაგრამ იქ თითქოს უფრო ნეგატიური ენერგიის მატარებელი იყო. აქ კი პირიქით უფრო პოზიტიური ენერგიის ტარებას ვხედავ, სადაც მოდის უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი ცოდნა. კარგით, ნახოთ ფინანსების კუთხით არკანი ძალა. თქვენი ძალა გამოიღვიძებს პირდაპირ გაგებით ფინანსების თვალსაზრისით. მოგიწევთ რომ ისწავლოთ თვითდისციპლინა ფინანსებში, მაგრამ ასევე ყოველი თქვენი ქმედება ფინანსების მიმართ და სამართლიანიც იქნება, რამდენად სამართლიანიც იქნება, ზუსტად იმდენად სამართლიანად დაგიბრუნებთ სამყარო. მაგალითად, თუ თქვენ უხეშად რომ ითქვას სისულელეებში დახარჯოთ თქვენი ფული, რა თქმა უნდა, სამყაროც ნაკლებად წაგანებივრებთ. იცით, საკუთარი თავის წანებივრება ძალიან მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით ფინანსური ენერგიებისთვის, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ აქ რაღაც რადიკალურობაში გადავიდეთ, ხო? მნიშვნელოვანი არის ისწავლოთ ეს ბალანსი საკუთარი თავის წანებივრებას შორისა და ეკონომიას შორის. აი ეს ბალანსი უნდა მოიპოვოთ და შეძლებთ კიდევაც რომ მოიპოვოთ. პირადის კუთხით რა მოდის? პირადის კუთხით მოდის ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, ახალი შანსები. ეს შეიძლება იყოს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების შანსი, ასევე ურთიერთობის რაღაც ახალ ეტაპზე გადაყვანის პოტენციალიც. ვიღაცისთვის რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს რაღაც პარტნიორთან ერთად ცალკე გადასვლა, ან რაღაც მსგავსი. დავუმატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ ზოგადად რა ელოდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს 2026 წელს. რა ელოდება ზოგადად? არკანი ხმლების რვიანი. იცით, არკანი ძალაც მერვე არკანი არის უფროსი და ხმლების რვიანი რომ ამოვიდა რატომღაც გარკვეული ასოციაციები მაქვს ამ ორ არკანს შორის და პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ თვითდისციპლინა, რაციონალურობა კი ბატონო კარგი არის, გადასარევი არის და საჭირო არის კიდევაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აგერიოთ თვითდისციპლინა და თვითშესწავლა რაღაც ტოქსიკურ ფიქრების და მენტალური მდგომარეობის გალიისგან, ანუ ნუ შეიქმნით რაღაც მენტალურ გალიებს, ნუ შეიქმნით რაღაც მენტალურ ჩარჩოებს, იყავით გახსნილი, თუ საჭირო არის კი ბატონო ავარჯიშეთ თქვენი თვითდისციპლინა, მაგრამ აი ასეთ ჩარჩოებში ნუ იქნებით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. რა გელოდებათ? არკანი თასების რაინდი, ახალი ინტერესები გელოდებათ, ძალიან ბევრი რაღაც ახალ ინტერესებში გადახვალთ. აქამდე რაც არ გაინტერესებდა დიდად, ზუსტად რაღაც ისეთ სფეროში დაიწყებთ ან მოღვაწეობას, ან რაღაც ახალი თქვენთვის მოულოდნელი ინტერესები გაგიჩნდებათ 2026 წელს. კარგით, მე კი თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.